ხალხი ცემეს მასობრივად რა. ეხლა შენ დავჯერ ნიკათიემ შეჭამა თუ არა ბურგერს ფეხებზე არ გეკიდა? შენ? 5-ში. 5-შიც გამოვიცნობ. 4-ში. 4-შიც გამოვიცნობ. ბატონო გიგილა! მოგესალმებით, ეს არის Hungry-Man-ის რიგით მეორე პოდკასტი, იმიტომ არის ჩვენს ეთერშიო პირველმა გაამართლა. კარგი გავიგე, რომ კაი ხმის ოპერატორი. არა, კაი ბიჭია ნამდვილად. კი. მოდი ჩემოთორნიკე, ხალხს შევახსენოთ, რომ Hungry-Man-ის წარმოდგენი არის აჭარაბეთი და იმედია, რომ ძალიან დიდი ხანი იქნება კიდევ. და ჩვენი იმედი უნდა გქონდეს აჭარაბეთს, თუ რამეში დავჭირდით, დაგვირეკოს მიეჭარს და აქ. და ერთ ხინკალსაც თუ შევჭამთ ერთი დღე ძალიან გაგვიხარდება. ნუ სიტყვა. კარგი იქნება. მაგარ ხინკალს აკეთებს ერთი ჩემი მეგობრის ბაბუა და წავიდეთ ერთხელ. წავიყვანოთ აჭარაბეთს. წავიყვანოთ. შეასწრო. წელნისასიამოვნო ამბავია. ასევე ჩვენი სპონსორია ლუდი ნატახტარი, მოხსენი და გადახკარი. ესეთი. ოხში, რა кайსვი. აბა გაგვიმარჯოს. აბა, მე მარტო აქ მივიდებთ სივს. ამისთვისაც კი გაია. დღეს მაგრესივი ლუდი გვაქვს, ხო? და რატო? დღეს მაცივი არის გვაქვს. ნიკას ზურგს უმაგრებს. უახლესი და ულამაზესი მაცივი, რომელიც ჩვენს გვერდით იქნება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, ესეთი იმედი მაქვს, ესეთი კონტრაქტი გვაქვს. კი ბატონო. და რა დაგვრჩენია? რომ დავიწყოთ დღევანდელი პოდკასტი. რა არის დღევანდელი პოდკასტის თემა? არ ვიცით. აქვე დავწეროთ. დავწეროთ. კარგი, დავიწყოთ, აღარ გამოჯანმრთელოთ. მოდი მაშინ ეს შემინახეთ უკვე დროებით, მაგრამ აგერ იქნება როცა და დავიწყოთ. გიო, მიდი ზაპისი? ბიჭებო, მოდი ხა თავს ხა ერთ რაღაც დონეზე ვალდებულოთ თვლი მე და ალბათ თქვენც რომ ამ თემას რაც ახლა ხდება საქართველოს არა უაროთ და რაღაც ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ რა. ეხლა 100,000-ზე მეტი გამომწერი გვყავს და ბავშვებიც გვიყურებენ მათ შორის და რაღაც ვიცი რომ ჩვენს სიტყვას გარკვეული ფასი აქვს, ხო? რას ფიქრობთ აი ამ ამბებთან დაკავშირებით? რო უთხრათ მე ჩემი აზრით აქ აზრი ჩვენი ცალსახად ერთი იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება და უმეტესი ქართველის აზრით არ ვიცი რამდენად არის უმეტესი ქართველის აზრი ჩვენნაირი, იმიტომ რომ რაც ვნახეთ ჯერ მარტო ვიდეოებში ძალიან ბევრი ადამიანი იყო მაგ პოზიციაზე, ხო და რაც საკითხიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობა არის მიუღებელი. თავისთავად. მით უმეტეს ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ, ხო, ანუ ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ ამ ყველაფერს, თავენ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. ანუ ქართველები ოდითგანვე ერთმანეთის მტრები უფრო ვართ, ვიდრე სხვა ქვეყნების. შეიძლება ეს არ მოგწ მე მეთანხმები, რომ ის არ მოგწონდეს ეს აქციები რო ტარდება და ის და გამოხატვა აუცილებლად პროპაგანდაზეა საუბარი. კი ბატონო, აქციებიც უნდა გამართო და რაც უნდა ქნა შენი აზრია და თუნდაც მთელი დღე იქიდეკი აქციაზე რომ ეს არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ფორმას ხო გააჩნია, ხა იქ რეები ხდებოდა სახელმწიფოზე რო ძრებოდნენ და ხალხი ცემეს მასობრივად რა. აი მოკლედ თანხმდებით რომ არა ძალადობას, ხო? კი ბატონო. და ეს ლუდით მიუჯახუნეთ ერთმანეთს. ანუ ძალადობა. ვიძალადე ლუდით ლუძე. რა თქმა უნდა, გმობ ძალადობას, მაგრამ როდესაც ინგა გრიგოლია მომიწევს თავის გადაცემაში, სავარაუდოდ იქ დავაფიქსებ ჩემ პოლიტიკურ აზრს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკა. დააბზრიალე. რუბრიკა წნეხი, ესე იგი. თავრავინ? ლურჯი თავია, ხო? ეს ხო. თორნი Google. სააგები და Google ყოფილიყო, მაგრამ თორნიგე შენ უნდა თქვა სტოპ. აბგდევებზეთა ეკონომიკა პოჟორესეთ ოფკყ. ხოზე. ყალი ჩავა ნიკა. მოიცეთ. აბა. საღო. კარგდებოდი. ეხა აგიხსეთ რა მოხდა ეხა 2 წუთის წინ. ახლდან არ მოხდა ზაბზრიალება. ესე იგი Google-მ ჩამოთვალა ამბანის თანმიმდევრობა და რომელ ასოზეთ გააჩერდა თორნიკე იმ ასოზე მყოფი იუთუბერი შესახებ დაესმებოდა თორნიკეს კითხვები და დაიწნეხებოდა. შემდეგი წნეხის ობიექტი არის ნიკა ყალიჩავა, იგივე ყალიჩავა ნიკა. იგივე ყალიჩავა, იგივე ნიკა TMG. ყალიჩავა ნახვნილა თუ ყალიჩავა. უეჭველი? აბსოლუტურად. გუგაბა მიაწახი და მეც შემო. აი რა შეიძლება კაი კაცი მკითხონ და მე ცუდი უპასუხო და დამწნეხონ. გეტყვი ახლა მაშინ.
ნიკა TMG როდესაც მოვიყვანეთ ჩვენ სტუმრად ხო? კი ბატონო. არ შეხვდა მას არც საჭმელი, არც ბურგერი არ შეხვდა, არც პრიზი არც ერთი ყველას შეხვდა. არც შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ანუ რამე თუ აჩუქეთ. სიმბოლურად მაინც. შენ პირადად. შენ. პირადად. მიჩგიმენიდან მე როგორც ინიციატივა თუ გამოჩ. ინიციატივა არ ქონია. რაც ინიციატივა არ ქონია. მე ხო გითხარით მე თორნიკი აბა გაიხსენე რომ კი შენ გითხარი და მე ვთქვი ნიკას არავითარ გაუგზავნე და მე შემთხვევაში საჩუქარო და ნიკას დამეთახო შენ რა ქენი ამ შემთხვევაში მეც დაგეთახო არა ერთ ყურში შევშვიდა აი რა შეჩემათ აი კიდევ არ თქვი შენ დავჯო ნიკა TMG შეჭამდა თუ არა ბურგერს ფეხებზე არ გეკიდა შენ მე რა თქმა უნდა არ მეკიდა იმდენი შეგეცი მე შენ გისოგეთ მე რატომ მიხო ითხოვს ნუაბუნებ ბიჭო თამაშის წესებიდან გამომდინარე მე აი ნახე შენ ფეხებზე გეკიდა თუ მე არა ეს წნეხია თუ არ გაპასუხებინეს ნამდვილად წნეხია შენ ფეხებზე გეკიდა თუ აგე ბავშვები მისი მაყურებლების თვალწინ გეკიდა ხო შეიძლება გიპასუხო მე ფეხებზე გეკიდა თუ არა ნიკა TMG შეჭამდა თუ არა ბურგერს დიდი მადლობა კარგი შეკითხვა პასუხი ნიკა TMG შეჭამდა თუ არა ბურგერს დამოკიდებული იყო თამაშის წესებზე. თამაშის წესების მიხედვით არ შეჭამა და მე გინდოდათ რომ ამეღო კადრის მიღმა და მეჭმევინებინა. როდესაც დასუდა გადაცემა, მას თუ ეცი ელემენტარული პატივი. როდესაც გადაცემა მე ჩემზე მე რეგეტყვი. კი ბატონო, როდესაც გადაცემა დასრულდა, ქონდა დასასრულებელი ფინალი, რომელშიც მე თვითონ გადაცემაში მივიღებდი მონაწილეობას. არა, ის ბოლო წამზეც კი ამ დიდი ბოდიში ამ ვიდეოს ორგანიზატორი, ვისაც უნდა ეზრუნა სტაფზე, მონაწილეებზე და ასე შემდეგ იყო ბატონი ნიკანორ ვასაძე. რომელსაც უნდა უზრუნველყო, რომელსაც უნდა ეზრუნველყო გადაცემის შემდეგ სტუმრების კომფორტზე. ეს არის მისი გადანაწილებული საქმიდან ერთ-ერთი, როგორც გუგა აგებს მონტაჟზე პასუხს, ასევე ვარ მე ჩემს სპონსორებთან მიმართულებით და ორგანიზაციულ საკითხებში არის ბატონი ნიკანორ ვასაძე. შეკითხვას მისვავს იმასთან დაკავშირებით მე რატო არ გავაკეთე ასეო. ამაზე შენ უნდა გასცე პასუხი და გისმენთ ნიკანორ ახლა. ბრავო, ბრავო. აბა, ნიკანორ შეშუთ. ეხა იდი ნაყვები, წესები არ არის ეგ. გისმენთ ნიკანორ. შენ ბოთლი სული გაკიდა ეგრევე. დაატრიალდა ბოთლი ნიკანორ. ბოთლი შემოგიტრიალა. შემოტრიალა ეს ტრიალებს ბოთლი. უნდა ვატრიალო. არ არის მეგონა საინტერესო საკითხი. დიდად ეხამს მარტო ნიკა TMG თუ ხურებს თორე. ვიმე ზრდასულა ვის ვაფშე. აი არა. რისი დროა ბიჭებო? ოფუდო. ამოიტანე. ბიჭო. მართლა. ეგეთი მომიკვდეს. კაი, ვარაუდე. სიტყვას არ ვიტყუები. ცოტა მოიტყუე, ბიჭო, მაგრამ აქედან ძალიან ძიმე. გამოჟონოს ის ხელმა. როგორც ხედავთ, დღეს ჩვენს კვებაზე ზრუნავს ოფუდო, რისთვისაც დიდი მადლობა ოფუდოს. ჩვენი მთელი მუღამი არის, რომ ერთ-ერთი რუბრიკა არის, რომ ჩადით რაც გინდათ, არ გვითხრათ და შევხედავთ. გამოვიცნობთ რადიოში. ამიტომ ნახოთ რადიოს. ანუ სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ, ხო რომ გამოგვიგზავნონ ესეთი საჩუქრები. ვისაც უნდა დაგვირეკეთ, მოგწერეთ მეილი, თქვით? ვის რაგონია. კანჭის წონა აქვს, მინიმუმ დიდი კანჭის. ხვდები? ანუ ცხოველი არის რაღაცა. ხორცის სუნი არის. უთუოდ ცხოველია. თვითონ შეიძლება ცოცხალი იყოს. მოდი, კაი, გავხსნით. შეიძლება ბევრი სხვადასხვა რაღაცა არის. ამში ეხა ამის თრო არ ამაქვს ბიჭებო, არ გეცხენ. სპეციალურად მოდოთ მშივრები ხალხ. რამდენია? ანუ როგორ ჭამოთ ეს? ბიჭებო, მოიცა. ნუ ეგრევე მივხვდებით რა არის. ხელთაც მანდე? მივხვდი. აბა რა არის? ბურგერი. კაი. ეს არის ბურგერ ლაიონის ბურგერი. არ მაქვს გასინჯული. რა არის ბიჭო? გეფიცები. ლომების соуსი. ანუ ერთი წამ ხუთი ყველის ბურგერები. აი იმენა უნდა გავწელოთ აქ. კამერა გვინდა რა. მეოთხე კამერა. კიდევ კაი არ ჭამე, ვაპირებდი დილით ჭამას. ეს ორი. ეს სამი. ესეთი ჰანგრიმენი კი ვართ, მაგრამ ესე ჰანგრიც არა ვარ. ესეთი ჰანგრები ვერა ვარ უბრალოდ. გაიხარეთ თქვენს ოჯახში. ლაიონ ბურგერში რაც ვიცი მე, აქვთ უზარმაზარი ბურგერები რა და მაგით არიან გამორჩეული. ანუ ლაიონებისთვისაა მართლა? ლომებისთვისა, კაცებისთვის. აუ მე რო ქირურგი ვიყო, იმენა კაციენს გავაწამებდი გეფიცები. ერთი წამით მომისმინეთ ბიჭებო. ერთი წამით. ერთი როგორ მოგისმინე? კაი არ გინდა ხელთაც.
Короче, кай გავკაჩავს. მომეც ჩაგასვა რა. გაუშვი. აი ვიცი რომ გამხიე. ოხ შენი მიდი და მაგას გე. მიცე? მიდი თოქო მიდი. ო ეს რას ჩაბერავს პატრულის იმაში? აუ ჩამასვა ამ კეთილზაღლ. თავუდა მეხო. ბიჭებო. თვითონ აქვს 3 ბურგერი საჭმელი. აი ოპერატორების ხვარიან აგერ. ო როგორ მიყვარს? მე ბურგერი რო გავხსნი და როგორ ვაჩვენოთ ახლა ესენი? აჰა. კაი რა ლამაზია. ფრი ბეკონი და ჰალაპენიო. აჰა, გაჩვენე. გენიალური 10 კაცში. აი ვიზუალით რო იცნოთ ხოლმე სხვაგან ეს არის. როგორ მიყვარს ეს რუბრიკა ბიჭებო? მოდი ცოტა მივიწევი ხა. შეიძლება თქო. თქო შეიძლება დავძო. პირველ ლუკმა აუ კაი სული. დიო, მომეხმარები? აუ გემიერი ხორცი არის ძალიან გემიერი. ბიჭო, მე მგონია ხოლმე ჩვენთვის აკეთებ სპეციალურად. გასინჯე გეხოცები. ხორცი ნახე გემიერი. საუბრება. საუ. ეს არ ჩამო. შეჭამ შენ? მე ინტერესებს რა. ბიჭებო, აუქნა. ეს რა ხდება ბიჭო, მე ხუმრები? ანახე კამერას. ეს ნახე რა. ხო მიხდება? რა ხდება მართლა? ბიჭებო, რა ხდება? სანამ თქვენ მიირთმევთ ერთი რაღაც უნდა თქვა. მაგა შეფასება გააგე. შეფასება და ხო, ანუ უნდა თქვა რა. ფაქტია, რომ საქართველოში ბურგერებს შორის კონკურენცია ძალიან გაზრდილია რა. რაც საბოლოოდ გემოებში ისახება, იმიტომ რომ თუ გაჩერდი ერთ ეტაპზე სხვა გაკეთდება, უფრო გემრიელი და სხვას გამოიძახება და იმდენად დიდია უკვე კონკურენცია და იმდენი ბურგერ რესტორანია გახსნილი, რომ აშკარად გემოებს დაეთხო რა და ეს იყო რაღაც აი უწმიანესი, ძალიან გემრიელი ხორცით, უფრეშესი და უნეტარესი? უფრეშესი და ძალიან რბილი. უფრეშესი და უნეტარესი. აი ეს გემო შეინარჩუნა. მე ერთ ვიტყვი რა, ტოპ კლასის ბურგერი. აუ რა კარგა. მაგარი თქვა და მაგარი თქვა. აი ეს აი აქ დავასრულე. მართლა უგემრიელესი. გუგა? აკაი ცივია. ვინც არიცით გეტყვით რომ ოფუდოს ადგილზე მიტანის სერვისი არის უფასო ყველა რესტორნიდან აგრეთვე ყველაზე პოპულარული რესტორნებიდან არის 50%-იანი ფასდაგლება, მიტანის სერვისი არის უფასო, როგორც თქვი და ერთი კურიერი არის ერთ შეკვეთაზე, ძალიან სწრაფად მოგივათ რა. კარგია ნიკაროს, მადლობა. მადლობა ოფუდოს კიდევ ერთხელ, ეს იყო რუბრიკა ოფუდო. სთან ერთად მივირთვი და იხალისე. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენი მონაწილეები იქნებიან ნიკანორ ვასაძე და შეფთორნიკე. აი ხა თქო. მოკლედ ბიჭებო, თამაში არის 3-მდე. პირველი ტური არის უგადაი მელოდია. მე ახლა გავაკეთებ მელოდიას, მაგრამ თქვენ მანამდე უნდა მითხრათ რამდენ ნოტში გამოიცნობთ ამას. მიდის აუქციონი. მე 7 ნოტია მინიმუმ. 7 ნოტში ვინ გამოიცნობს? 7 ნოტი აი მოდი აბა იმისთვის რო. მაგალითად. 7 ნოტში გამოიცნობ. რა. მანდა ჩერე. კაი ხო, რომ 7 ნოტში გამოიცნობ. ან მინიმალურია 7? რატო? შეგიძლია 6 თქვა შენ. ან შემიძლია 6 თქვა. შეა დავიწყებ. ხო, შეგიძლია 6. ხო, შეა დავიწყებ. 7-ში გამოვიცნობ. მეც გამოვიცნობ 7-ში. 6-შიც გამოვიცნობ. სიმღერა ამდენად ცნობილია ეხლა დავიცოდე. სიმღერა არის country music 1980-იან ხო, წლებში. ვიცოდეთ მართლა. ამდენად მარტივი. შეიძლება შენ ჭრელო პეპერა და ხო და გეტყვი და ეს არის თითოეულ ჩვენგანს ეცოდინება ეს მუსიკა. აქ ვინც ვარ 6 ნოტში გამოვიცნობ. 5-ში გამოვიცნობ. ო მე ჯერ არ ვიცი მეგობრებო გენერირება მიდის ახლა თავში რა მუსიკა გავა. 5-ში გამოვიცნობ. 4 ნოტში გამოვიცნობ. გამოიცანე. თორნიკე საკმაოდ რთული სიმღერა დაგენერირდა ჩვენ. 4-ვე ნოტი არის დო. ტარარა. აი ამაში როგორ უნდა გამოიცნო. გამოიცნობს ალბათ. ეს თუ მარტო სწორედ მაშინ ძმობაა და როგორც იქ დამთავრდეს რაღაცებაში ესე აი ერთი წამ. კარგი, მზად არის მუსიკა. მოიცა ჩუმად.
მზად ხარ? არა. მე ვიცი უმარტივესია. ნათლი მამა. და ნა 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 ნა. ერთი ქულა თორნიკეს. რა მარტივ რაღაცას. ბიჭო 4 ნოტი ბევრია. ეს იყო, იმიტომ იყო მარტივი, რომ ანუ რთული მელოდია, ანუ ბევრი ვარიანტი არ იქნებოდა და შედარებით მარტივად გაძრა თორნიკე. 1-0 ნიკანორ ვასაძე აგებს. მეორე ტურის შემდეგი ტური არის Try not to laugh. შეეცადე არ გაიცინო. პირველი რომელიც ანუ ეხლა თუ წავაგე? ხმას გამოუშვებს, რომელიც ჟიურიც მე ვარ. ხმას გავიგებ თუ არა, არის წაგება. თქვენ და შეხედოთ ერთმანეთს, მე შემოგთავაზებთ პარალელურად. ჩემს აუ დამენს რა. შემოთავაზებებს ეკაბეც. ჩემს voice რა იქნება ხო? ჩემს voice გთავაზობთ. არც მე არ ვიცი რა იქნება. ესე შეგვიძლია ხო? ყველაფერი შეგვიძლია. ხმარ გავიგო. მზად ხართ? არა. ნუ გაიელოდებით. მზად ხართ? ой, блин. თორნიკე ერთი ქულა, ხმა გავიგე სამწ. და მე გავიგე ხმერს. იყო რა ნუ. რა ხმელი? კუჩი იყო ბიჭო. კანკალის ხმა გავიგე. აი ეს გავიგე ცოტა. ერთი, კაი, ახალი. ერთი, კიდე გინდათ ეს? მზად ხართ? კი. წავიდა თამაში. წავიდა თამაში. აუ არ გამიჩინო შეხა არ გამიჩინო. დგინადია. ეს თვაინდ ფორში მე უშაზო. ორი ქულა თორნიკე, -2 არის. თორნიკე შენ წაგებული ხარ და შეგიძლია აისჩიო. ისე ეს თამაში შეგიძლია აისჩიო. უგადაი მელოდი. მე წაგებული მე თუ წავაგე ხარ მე ვირჩი. უგადაი მელოდია. დაიწყეთ. შენ იწყებ. ახლა იქნება ოდნავ რთული სიმღერა ვიდრე წინაზე იყო. რთული? მაშინ შუჩი გამოვიცნო. შუჩი გამოვიცნო. შენ შეგიძლია თქვა ის შუჩი გამოვიცნო. და ესე იგი მომოთდი. არა, ვის ვიწყე ხა პოზიციაში მე ვარ. 6-ში გამოვიცნო. რამდენად რთული იქნება ვიცოდე? ნათლი მამაზე ცოტათი რთული. ცოტათი. მაშინ ხუჩი გამოვიცნო. გამოვიცნო. ой, ხუთი რთულიც არ ამონი. ბიჭო, მაშინ ეხა თუ იტყვი. მიდი ეხა კაცო. დავიწყო? კი ბატონო. რამდენი ნოტა? 5. ბიჭო, რა არის ერთი წამი რა, ეხა შენ ეკომებს რო ამბობ, რა გონი? ან რა ვქნა მითხარ? და მე უცხოთ. კაი, არ ვიცი, რატო ჩხუბობ? არ ვიცი და რატო ჩხუბობ? დედა მომკვდეს თუ არ იცოდე. კაი, has like teen spirit. რატო უმარტივესია თქვი? ანუ რა იცის ხალხმა ეხა რასაც იცის. წინასწარ ჩაიფიქრე. ჩაფიქრებული მაგ. всё, კაი. ყველა მიცის. ხო, კაი, დავიწყეთ. შუჩი. შუჩი გამოვიცნო. 5-ში. 5-შიც გამოვიცნო. 4-ში. 4-შიც გამოვიცნო. ტარარა. მარტივი 4-ში ეგ. ეგეთი რამე. ტარარა. თან კარგად აკეთებს ეს ჩემს. 3-ში ვერ ვიზავ და გამოიცემ 4-ში. გუგა წესი არის. უფორთულია უდე წინა. რაში? ტარარა. მე ვიცი. თუ მინდა უკეთესად გავაკეთე. აპა, მიგივეს. მიდი. ლინკინ პარკი. ოჩახ. ორი და ბოლო რაუნდი. ნიკა აირჩი სიცი. ნოტლაფი თუ უგადაი მელოდია. სიცილი. ყველა ვარიანტი. სიცილი. თორნიკე. ორი იქ მოვიგო, ორი აქ მოვიგო. ჩემ მოედანზე ვარ, უნდა მოვიგო. ძალიან მნიშვნელოვანი რაუნდია. მოკლედ, 2-2-ია გადამწყვეტი რაუნდი. მზად ხართ? არ დაუწყე. მზად ხართ? 1 2 წავიდა. ლუნ. რაკა. ეხლა ოღონდ ხარ გამეცინოს და გიფიცები და მოვიგე! ბიჭო, სულ მოვიგე!
ვერ გავიგეს ციცინოდა იმ ხელას. აი მოიგო. თუ კიდე ჩახედე კამერას კაცო არც და არ მეჩვენა. ჰაერი გამოვიდა. ო მეც რუ შევიკავე რაკრაკრაკ. დამენძრა კი არა. ერთი იდეა მაქვს, მოდი ეს რაღაც გავაკეთოთ რა. ეხლა ჩვენ გადაცემა არავინ არ იცის რა. მარტო იცის YouTube-ზე, ვინც ჩვენი ერთგული მაყურებელია და კაი 10-15% ვინც შემთხვევით შემოდის რა. ანუ სადღაც 200-ს Facebook-ზე რომ დავდოთ ჩვენი ნაწყვეტი და თემა ისეთი გქონდეს თითქოს რაღაც სერიოზული გადაცემა, ხალხს აი ეს Facebook-ზე ხო დავდეთ რამდენჯერმე ჩვენი ის მონაკვეთი რა და ხალხმა დაგვიწყო გინება ესეთი შოუები რატომ უნდა იყოს და რაღაცა. გამასინჯეშენის ეგონად ნამდვილი შოუ და შევრეთქოს ატყენებდა. ხო, გინებ არ დაუწყე, მაგრამ შევრეთქოს ატყენებდა და რა. ესე Facebook-ზე რო არის რაღაც 60 წელს ხო 60 წლის პაკალენია 35-დან ზევით 40. არა 60 წელს ზევით აქტიურობს ძალიან ქალბატონები, რომელიც ლანძღავენ და წევლიან ყველას და ყველაფერს. აი ჩვენი გადაცემა შეიძლება იყოს რაღაც ცოტა შვილი თამაშობდეს რაღაც იმის ბურთის დარტყმას, აძვრენდეს იმის მეტი საქმე რო არ გაქვთ, თქვენ გათახსირებულებო რეებს აყურებინებთ ახალგაზრდებს. ფუ თქვენ საზიზღრებო თქვენ. სად უცხოვრობთ რა საქართველოში? აი ეს არის საქართველო თქვენი. ხო და მოდი ახლა გავაკეთოთ ისეთი ვიდეო, რომელიც აი გამოიწვევს მაგის ბუნტს. რატო? ვიღადავთ რა. დავაი, ავიცი. რა ვითომ რაღაც გადაცემა. ხარ მიწვეული რა ჩათვალე. ეხლა ამოვჭრათ და დავბუსტოთ 300 წელს ზემოთ ხალხს. დავაი. ვიბუსტოთ 60 წლის ქალებზე 50-დან ზევით ქალებზე და კაცებზე. მოდი როლი გქონდა ჩვენ გვაგი. მე რაღაც წევნა იყო ესეთი რა. წამყვანი იყავ რაღაც პოლიტიკური გადაცემასავით. გადმოდი. შენ აქეთ დაჯიქი ყოლახი ხარ. არა. შეცვალე ესენი? მოდი ულები ავიღოთ ვაფშე რომ ხო, ჯობია. არ შეგვეთყოს რაღაცა. პოლიტიკურ გადაცემაში რომ ახლა ლუდი ხوارეთ გმევათ. ხო. ჩავდივარ. კაი, მოვიფიქრე ხა რა. თანო მინდა. წარგად გენთ ხა თქვენ. კაი. სამეცნიერო რაღაც აკადემიის დოქტორი და რაღაც ეგეთია. ოღონდ ცოტა ესეთ კინო თემაზე ვისაუბროთ ახლა. ხო, კარგი. რეალური რო იყო, მაშინ მე ვერ ვიქნები, ვინ ვიყო. თემა მოვიფიქროთ ჯერ. ნიკანორ ბატონოებით ველაპარაკოთ. ბატონო ნიკანორ, მოდით პირველ შეკითხვას დაგისვამ. ეგრევე ესე დაიწყოს. წესიათ მელაპარაკე შე რა მართლა იხარ რა? ესენი გავაკეთე. კი ბატონო, აი ეგ ჩვენი პოდკასტის მაყურებლებს გაურკვეველ თემაზე შუიდან დავიწყებთ პოლიტიკური დებატები ნიკანორსა და გიორგის შორის. მეკები წამყვანი. ეხა მართლა რა, აქ რო ვითმენ ეხა მართლა რა? თემა არ უნდა ჩანდეს საერთოდ. ბატონო ნიკანორ, თქვენ თავხედურად შენ წამყვანი ხარ, მე და ნიკავა. ბატონ, კაი, დაიწყეთ. თქვენ რა არის, ანუ ამის საწეღო, მოდით არგუმენტები წამით რა. ან თქვენ ხო გქონდათ დავაცადეთ როცა ლაპარაკობ ნუ მაწყვეტინებ ხო? ცდილობ გავანეიტრალო, ეს არის სრულიად უკულტურო და უზნეო ადამიანი. ეს შეადი ლაპარაკში ვიღაც ვისაც უნდა ელაპარაკა აქამდე. ეს შეადი ლაპარაკში ბატონო გიგილა. მოდი ხელი ჩაკალახარ გვინდა ხარველოდი ეხა მეორე ვერსია გავაკეთე. მოდი დაისხა. გაი აღარ გვინდა. დავიღალე. მოგრეთ მეგობრებო, ჩაგვივარდა პირველი პოდკასტი. მეორე პოდკასტი. არა, რატო ეს დავდგათ ეს ყველაფერი ჩავსვათ. მართლა ეხა დავდოთ დღესვე ეს Facebook-ზე თუ კარგი გამოვიდა, ჩავდოთ იმაში. აი, მაშინ დავამშვიდობოთ მაყურებელს და მე რამე კაი დამშვიდობა მაინც ვქნა ძალიან სულ. აი და მაგარი დამშვიდობა. Bye bye everyone, bye bye everyone. დავამშვიდობოთ ჩვენს ძვირფას მაყურებლებს. დალაიქეთ ვიდეო, არ დაიზაროთ, ერთი კლიკი არის ჩვენზე და გამოიწერეთ არხი აუცილებლად, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. ეს იყო ხო ჩვენი პოდკასტი პრინციპში მეორე პოდკასტი. მოფიქრებული არაფერი არ ქონდა, პოდკასტი არის ჩვენი პოდკასტი იქნება ესე, არაფერს არ მოვიფიქრებთ და რომ დავსყიდეთ მაგიდასთან. ჩავრთავთ კამერებს, რაც იქნება, ეგ იქნება. მთელი ამ პოდკასტის იდეა ის არის, რომ ჩვენ დავტესტოთ ჩვენი თავები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უცხო. მაგისთვის არის თუ სხვა კი არაფერი, ჩვენ ტესტავთ ჩვენ თავებს. ჩვენ ტესტერები. კარგად.